მე მგონია რომ საბოლოოში თუ იმის ბრალია ქართული ხალხის ბრალია ფართოდ რო შეხედოთ ამ სიტუაციას. ქართული ხალხი ირჩევს ამ სპექტაკლს. ქართული ხალხი უჭერს ქართულ ოცნებას, რომელიც დარწმუნებული ოპოზიციის ნახევარს თვითონ აფინანსებს. აი ამ ყველაფრისგან. აი ამ სპექტაკლს გავს. ქართული ხალხი ირჩევდა ხმა არ დაიკარგოსო წინა წელს 4-5-9-25 რო იყო და ეხა ზოგს სხვენია თავის საკუთარ არჩევანს. ზოგი არც ამბობს იმდენად ცუდი არჩევანი გააკეთა რომ არც ამბობს ვის მისცა ხმა. და რასთავარია ყველა შეიძლება ბევრ ქვეყანაში მსგავს რაღაცები ხდება, როცა რაღაც მოსყიდული ოპოზიცია და შემდეგ, მაგრამ აი მე ის მაქვს რაღაცას პრეტენზიას ამბობ, რომ ხალხს ყოველთვის ქონდა არჩევანი მინიმუმ სწორი ერთი მაინც. რომ აი ერთ-ერთი პარტია ვართ, რომელსაც ვერ იტყვი, რომ რაღაცე ფული აქვს აღებული ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ჩვენი ფინანსები საჯაროა და ღია 2019 წლიდან. ვერ იტყვი, რომ გავურბივად საუბარს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ რაღაც არც ოპონენტებთან გვეშინია დაშტომა, ლაივში ველაპარაკებით ჩვენ ამორჩევას ლამის ყოველდღიურად. და გულწრფელები ვიყავით, ტყული არ გვითქვამს და შემდეგ და ქართულ ხალხს ჰქონდა ეს არჩევანი. წინა წელს, მაგრამ ხო არ გააკეთა და ხო რატო არ გააკეთა? რა არის? შეიძლება თქვენს რაღაცა პოლიტიკურ ხასს არ ეთანხმება ეს ქართული ხალხი? ამაზეც კი მაგრამ აი რომელ ხასს ეთანხმება? აი წამოგვიდგა წინა წელს ქართულ მოსნებამ რა დაპირებებაც გასცა არც ერთი არ შეასრულებდა, ვერ შეასრულებდა, რომ საკონსტრუქციულესობა ჭირდებოდა. ანუ რა ქრისტიანობა უნდა გამოეცხადებინა სახელმწიფო რელიგია და უცბად გადათქვეს. ისეთი დაპირებები გასცა ქართულ მოსნებამ, რომელსაც არც კი შეასრულა და აგრესიულად ითხოვდა წინა საარჩევნო ხმა მოგვეცითო, იმიტომ რომ საკონსტიტუციო უფლებება გქონდა. მე ხონდა ხვდებით ასე ხო არ ხდება, რომ აი იცით რა მე თუ 100% ავიღებ და 70% ავიღებ და 54 რო აიღე, არაფერი არ მოგითხოვება. ან რა ვიცი ოპოზიცია ისეთი დღისესით მოდიოდა, რომ უბრალოდ შეუძლებელია რომ მე მეთანხმები პრივატიზაციაში, მაგრამ ლელოს რა შეეთანხმები. მე მეთანხმები ინფლაციის საკითხში და ნაცმოძრაობას რა შეეთანხმები. სიამოვნებაში პროგრამული ბრძოლა არის. კი ბატონო, ზუსტად ქართულმა ხალხმა მისცა ხმა ამ სპექტაკლს. მოსწონს, აი არ უყვას ვიღაცა მიშა და ოღონდ მიშა გალანძღოს ვიღაცამ და იმას აძლევს ხმას. არ უყვას ვიღაცას ბიძინა და ხმას აძლევს. არა იმიტომ რომ ოპოზიციონერები კარგად ლანძღავს ბიძინას. და სანამ ქართული ხალხი ზოგადად სპექტაკლს აერჩევს და მე რო ვეუბნები რომ მე არ მინდა ეს სპექტაკლი, მე ვერც ბიზნეს ლანძღვაში წამოყვები, ვერც მიშას ლანძღვაში წამოყვები. ზოგადად მინდა რომ აი ვიცი ქართული ხალხის იყოს ეს მიწაწყალი, ინფლაცია დაბალი იყოს, გადასახადები დაბალი იყოს, ხალხი მდიდარი იყოს, განათლება უკეთესი ჰქონდეს. ეს მინდა. არ მინდა არავის ლანძღვა, რატომ უნდა ლანძღვა ბიზნესთან მიშა, თანაც ხოვრობა მინდა ამ ხალხთან, ნაცებთან, ქოცებთან და ამის მოვდივარ